მოგესალმებით, ჩვენ ამჯერად ვიმყოფებით ბრიუსელში და ეს არის ოდუს ოფისი, სადაც რამდენიმე წუთში გაიმართება ძალიან საინტერესო შეხვედრა, არც მეტი არც ნაკლები ოდუს დამფუძნებელთან და ამ კომპანიის ხელმძღვანელთან. თენგის, ჩვენი შეფასებით, რა არის ჩვენი დღევანდელი აქ ყოფნის მთავარი მიზანი? თავარი მიზანი არის რამოდენიმე. პირველ რიგში ერთმანეთის პირადად გაცნობა კომპანიების დამფუძნებლების, შემდგომ სამომავლო გეგმების დასახვა ოდუს განვითარების საქართველოში და მესამე და კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის საკითხი ოდუ თავის პარტნიორებს, რა თქმა უნდა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამ საკითხზე კიდე რამოდენიმე სიტყვას შევეხებით მომავალ განვითარებას პარტნიორობის. ადამიანი, რომლის გასაცნობადაც ბელგიაში ჩავედით, Fabian Pingersია. მილიარდერი ანტრეპრენიორი, რომელმაც ERP სისტემის დეველოპერული პლატფორმა 2002 წელს დააფუძნა. მას შემდეგ ოდუ განვითარდა, გაიზარდა და დღეს ის უკვე მრავალმილიარდიანი კომპანიაა, რომელიც ინდუსტრიის გიგანტებს, მათ შორის SAP-ს, Microsoft-სა და Oracle-ს უწევს კონკურენციას. ოდუს მსოფლიოს მასშტაბით 17,000-ზე მეტი კომპანია და 16 მილიონი მომხმარებელი იყენებს. მათი ნდობის მთავარი მიზეზი კი ის ადამიანია, რომელიც ამჯერად ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს. თუმცა სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ოდუს და Proxima Solutions-ის პარტნიორობა უკვე წელიწად ნახევარზე მეტია გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებს შორის საინტერესო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სწორედ ამ თანამშრომლობაზე, საქართველოსთან მიმართებით ოდუს სტრატეგიულ გეგმებზე და ქვეყანაში ERP სისტემის განვითარების პროცესში Proxima Solutions-ის როლზე სასაუბროდ ჩავედით ბელგიაში, სადაც ოდუს დამფუძნებელს შევხვდით. თქო გითხარით, რატომ არის საქართველო ოდუსთვის მნიშვნელოვანი ბაზარი, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური განვითარების კონტექსტში? საქართველო არის ბაზარი, რომელიც გვიყვარს, რადგან იქ ბევრი მცირე და საშუალო ზომის კომპანიაა, რომელთაც ოდუ იდეალურად ერგება. თანაც საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. იქ ადამიანები ინოვაციებს, ზრდასა და განვითარებას ესწრაფვიან. რაც ჩვენთვის კარგია, რადგან ოდუს ათვისების მაჩვენებელი მაღალია. მართალია საქართველოში როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რაც მარტივი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად ის ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი ბაზარია. რა გეგმები გაქვთ მომავალში ოდუს განვითარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ? ოდუს განვითარებისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველია თავად პროდუქტი, რომლის განვითარებაზე უწყვეტად ვმუშაობთ, როგორც ფუნქციონალის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით. მართალია ბაზარზე ისედაც საუკეთესოები ვართ, თუმცა ამის გამო ვერ გავჩერდებით და ინოვაციური სიახლეების დანერგვას არ შევწყვეტთ. მეორე ფაქტორი სერვისის მიწოდებაა და ამ მიმართულებით ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიებზე ვართ დამოკიდებულები, რომლებიც ჩვენ სისტემებს ნერგავენ. საერთო ჯამში ჩვენ ორივე მიმართულების განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულები. როგორ უწყობთ ხელს თქვენი სისტემების განვითარებას საქართველოში და გლობალურად? არსებობს საკმაოდ ბევრი ისეთი კომპანია, რომელთაც არასწორი ხელსაწყოების გამო დიდ პრობლემებთან უწევთ გამკლავება. კომპლექსურობა, ინფორმაციის ხელით შეყვანა, მონაცემების დუბლირება და სხვა. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთანაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ გამკლავება. ოდუს მიზანი ამ პრობლემების მარტივად მოგვარება და კომპანიებისთვის ისეთი ხელსაწყოების მიცემაა, რომელთა დახმარებით მათ საქმიანობა გაუმარტივდებათ. ჩვენი ERP სისტემა მარტივი და სრულყოფილია. ის ასრულებს ყველა დავალებას ისე, რომ არ ართულებს ცხოვრებას და თან ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოდუს ზრდაში კრიტიკული როლი ჩვენს პარტნიორ კომპანიებს აკისრიათ, მათ შორის Proxima Solutions. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანია მხოლოდ IT დეველოპერი არ იყოს. მას ასევე კარგად უნდა ესმოდეს ბიზნესი, რადგან მართალია ერთი შეხედვით პროგრამულ უზრუნველყოფას ვყიდით, თუმცა ჩვენი საქმე კლიენტი კომპანიების ბიზნესის განვითარება და გაუმჯობესებაა. Proxima Solutions ეს კარგად ესმის. მათ ზედმიწევნით კარგად იციან ოდუს პროდუქტი და ასევე ბიზნესი. ამ ყველაფრის გარდა სამიზნე ქვეყნებში ადგილობრივად გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რათა დაინტერესებულ მხარეებს ოდუს ფუნქციონალი და შესაძლებლობები გავაცნოთ. ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ალბათ გაგიჩნდებოდა შეკითხვა, თუ რა გამოარჩევს ოდუს კონკურენტებისაგან. საქმე ისაა, რომ ოდუს პლატფორმა მოდულარულ არქიტექტურას ეფუძნება, რაც კლიენტ კომპანიას საშუალებას აძლევს ფუნქციონალი ნაბიჯ-ნაბიჯ და საჭიროების მიხედვით დაამატოს.
ამ ფილოსოფიის დამსახურებით Odoo მეტად მოქნილი და მარტივად მასშტაბირებადი პლატფორმაა. ამასთან Odoo-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა ღია კოდია, რომელიც მომხმარებელს სისტემის საკუთარ მოთხოვნებზე მორგების და შესაბამისად შეცვლის საშუალებას აძლევს. ამავდროულად Odoo-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც ლოკალურად, ასევე cloud-ზე, რაც ზოგიერთი კომპანიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც Odoo-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, არც ერთი ცალკეული ფუნქციონალი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც კომპანიის ფილოსოფია, რომელიც მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე და მათი საქმიანობის გაუმჯობესებაზე დგას. აი ასეთი იყო ჩვენი საუბარი Odoo-ს დამფუძნებელთან, Fabian Pinkersთან, რომელმაც თქვენი საინტერესოდ ჩაიარა. თენგის, როგორ შეაფასებდი ჩვენ საუბარს და მივახცეთ თუ არა დასახულ მიზნებს? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ პირადად გაცნობა Fabian-ის იყო, არ ვიცი, მოლოდინს გადააჭარბა. და რაც თავარია, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგები დადგება, რადგანაც ესეთი დიდი მსხვილი კომპანია ესე აქტიურად და მნიშვნელოვან მარკეტად განიხილავს საქართველოს. Odoo-სთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბაზარია. ამას ისიც ხატყობს, რომ კომპანიას ჩვენი ქვეყნისთვის სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს განსაზღვრული, რაც ამ ERP სისტემას კონკურენტებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომს და მოქნელს ხდის. ბელგიაში ჩვენი ჩასვლის ერთადერთი მიზეზი Odoo-ს დამფუძნებლის პირადად გაცნობა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა არ ყოფილა. Fabian-თან საუბრიდან რამდენიმე დღეში Odoo Experience 2025-ს დავესწარით, რომელიც მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელზედაც Odoo-ს ახალი ვერსია, ტექნიკური განახლებები, ინოვაციური ფუნქციონალი და ახალი AI შესაძლებლობები იქნა წარმოდგენილი. Odoo-ს ამ მოახლესი ვერსიის სრულფასოვნად დანერგვაში Proxima Solutions-ი დაგეხმარებათ, რომელსაც ERP სისტემების დეველოპმენტის 11 წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება აქვს, მათ შორის თავად Odoo-ს დამფუძნებლის მხრიდან.